მთავრობის ხდომა იწყება თბილისის მერიაში, განცხადებას აკეთებს კახა კალაძე, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვრთავთ. დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მინდა რამდენიმე თემას შევეხო. შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ დღესდღეობით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე, ისტორიული შენობების მოვლა-პატრონობაზე და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლებაზე და არაერთი ნიშნულოვანი პროექტი იქნა განხორციელებული ამ თვალსაზრისით. და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ასეთი არეალების შენარჩუნება, ძეგლების განახლება, რეაბილიტაცია, რაც გვაქვს დაგეგმილი კონკრეტული პროექტების სახით. სამწუხაროდ, მაშინ როცა ქალაქში კვლავ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, ფიქსირდება ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტები, მე შემიძლია გაჩვენოთ ფოტოსურათებით თუ რაზეა საუბარი, თუ როგორ არის შენობების ფასადები დაზიანებული, ვანდალურად მოხატული. ბოლო 2 წლის განმავლობაში 5000-მდე ფაქტი არის დაფიქსირებული. ეს არის შენობა-ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სახელმწიფო უწყებების შენობები, მეტროს ამოსასვლელები, გაჩერებები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა ჩვენ მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, რომ მოხდეს აღნიშნული მიმართულებით კანონის გამკაცრება. გარდა ამისა, მე რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან მქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ პრობლემის მოგვარების გზებზე. და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტთან ერთად პროცესში აქტიურად ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს კანონის აღსრულება, ამ მიმართულებითაც იყო გარკვეული პრობლემები. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დამოკიდებულება საკუთარი ქალაქის მიმართ და მსგავსი ქმედებები ყოვლად დაუშვებელია. თვითონ ვანდალიზმის შედეგების გამოსწორებას რაც შეეხება, აქ საუბარი არის ათეულობით მილიონ ლარზე. ეს არის ისევ თქვენი თანხა, რიგითი მოქალაქეების თანხები, რომელიც უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან. მაშინ, როდესაც შეგვიძლია ეს თანხები მიმართოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად და კეთილი საქმეების საკეთებლად. მე მინდა დავავალო და ვთხოვო თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციის წარმომადგენლებს, მის ხელმძღვანელს გოგი ჩიკოვანს, რომ აღნიშნული მიმართულება გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მკაცრად აღსრულდეთ კანონით გათვალისწინებული ნორმები. ასევე მინდა დავავალო და ვთხოვო თბილისის სერვისის ხელმძღვანელს გიორგი პაპავას, რომ ხვალიდან დაიწყოს შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოები მაქსიმალურად მთელი ქალაქის მასშტაბით, რომ 2 კვირის განმავლობაში მოწესრიგებული იყოს შესაძლებლობების ფარგლებში ფასადები, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და ნებისმიერი ადამიანი, ვინც გადაადგილდება ქალაქში, რა თქმა უნდა, შესამჩნევია ეს ყველაფერი. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობა მსგავსი პრობლემის მოგვარებაში არის უმნიშვნელოვანესი.
ხას უსვამ იმ ფაქტსაც, რომ ჩვენ რა თქმა უნდა არავის დაჯარიმება არ გვიხარია. რატო უნდა მიხაროდეს ჩემი ქვეყნის მოქალაქის დაჯარიმება, ხო? ყოველთვის გთხოვთ, რომ დაემორჩილოთ კანონს, არ გადავაბიჯოთ ზღვარს, რადგან ეს ქალაქი არის აბსოლუტურად ყველას. ჩვენი შვილების, მომავალი თაობების და მე ასე უყურებ და ასე მგონია, რომ ყველამ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე. სხვადასხვა ფორმით. და ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და უამრავი ფაქტები ფიქსირდება იგივე ახლად რეაბილიტირებულ პარკებში, სკვერებში, დამტვრევა, განადგურება ინფრასტრუქტურის, რაც ძალიან ცუდია და კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ კიდევ ერთხელ უმორჩილესად ვთხოვთ, რომ არ დავაზიანოთ შენობების ფასადები, პარკები, სკვერები, საერთო სარგებლობის ქონება წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს კანონით დაკისრებული მოვალეობის მკაცრად აღსრულება. მინდა კიდევ ერთხელ შევეხო თემას, რომელიც ბოლო დღეებია საკმაოდ აქტუალურია დედაქალაქის ცხოვრებაში. თბილისში მოსული უხინალექის გამო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები დღესაც უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. 17 იანვრის საღამოდან დღემდე იწმინდება გზები დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. ტექნიკური მარილით მუშავდება და იწმინდება ტროტუარები, მეორე და მესამე ხარისხოვანი გზები, ჩიხები. 17 იანვრიდან დღემდე ქალაქის მასშტაბით დაიყარა 5000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა, შესაბამისი რეაგირება, ცხელ ხაზზე მიღებულ ზარებზე შესაბამისი რეაგირება, ადგილზე გასვლა. მე მინდა მადლობა გადაუხადო თბილსერვისის თითოეულ თანამშრომელს, მართლაც 24 საათიან რეჟიმში გრძელდება მუშაობა, რომ ქალაქი იყოს გამართული. პირველი რაც გაკეთდა ეს იყო ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდითი სამუშაოები, არანაირი შეფერხება არ ყოფილა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდებოდა და ბოლო 2 დღეა დაიწყო მუშაობა უკვე პატარა ქუჩებზე, ჩიხების დამუშავება, გაწმენდითი სამუშაოები და ასე შემდეგ. მინდა ასევე მადლობა გადაუხადო რაიონულ გამგეობის თითოეულ თანამშრომლებს, გამგებლებს, ყველას, ეკოსერვის ჯგუფს, თითოეულ თანამშრომელს და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს. მუნიციპალიტეტის შესაბამის უწყებებს კოორდინირებას უწევდა და ყველა რთულ ლოკაციაზე 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ირაკლი ბენდელიანი. მინდა ირაკლის ასევე მადლობა გადაუხადო. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რადგან მათთან კოორდინაციით შევძელით აღმოგვეფრა ყველა პრობლემა, რომელიც საგზაო მოძრაობის დროს ფიქსირდებოდა. აქტიური და მჭიდრო კომუნიკაცია იყო 112-თან, ყველა შემოსული ზარი, რომელიც მოგვეწოდებოდა ჩვენი მხრიდან, ამას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება, გავდიოდით ადგილზე და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ტიპის თანამშრომლობა. ზამთარი წინ გვაქვს, მუნიციპალიტეტი მზად არის ყველა გამოწვევისთვის, მოსახლეობას კი კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო კანონის შესაბამისად ზამთრის საბურავების გარეშე თავი შეიკავონ გადაადგილებაზე გზებზე ვიმოძრაოთ შესაბამისი საბურავებით, რათა საფრთხე არ შეუქმნათ არც საკუთარ თავს და არც სხვის სიცოცხლეს. ჩვენ რა